ისინი მოვიდნენ. Honest. Hello. მე მათ სამწუხაროდ ჩურჩხელის გარდა ვერაფერი ვერ მოვართვი. Please, ამონებით. მედალალის გვაქვს ერთი დაბადების ადგილი, გვაქვს ერთი გვარი, ვართ სისხლით ნათესავები, ყველა ქავთარაძე ერთმანეთის ნათესავია, თქვენ იცით, ხიულო ქავთარაძეებო ძალიან გვიყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგრელი ქავთარაძეები ვართ. ლალი, როგორ ახლა? როგორ ვართ? არ არის მარტივი საქმე ყოფნა. მაგრამ 3 წელი არა, სრულდება 3 წელი, რაც იმიგრაციაში ვარ. მეც ვტირი ვარ, რომ იცოდი. მეუღლის ავადმყოფობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. მენად ოჯახმა და როგორც აჯობებდა ჩემი შვილებისთვის, 3 შვილი გვყავს, შვენიერი ოჯახი მყავს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წამოვსულიყავ. ცდილობ რაც შეიძლება ადრეულად ავუბრუნდე ჩემს ოჯახს. ისინი კიდევ მიმაგრებენ ძულს. კარგი ლალი. ჩვენ დავუშვიდეთ, შევწყვეტ ახლა მეც ვაგრძელებთ გადაღებას. ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ. ჩვენი დროის გმირი, ქართველი ემიგრანტი ქალი ლალი ქავთარაძე, ჩვენ ვიმყოფებით საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, ქალაქი ხანია. ლალი, ვინ ხარ პროფესიით? პროფესიით ფარმაცევტი ვარ. მხოლოდ 1 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. შვილებიდან და ოჯახიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი წასვლას, მოსვლას და ვართ შვილებისთვის რომ დამეთმოთ დრო. მაგრამ მე ვმუშაობდი ცოტა ბავშვები რომ წამოიძაგდნენ ბაღის ასაკის რო გახდნენ ბიბლიოთეკაში და წამოსვლის დღიდან დღემდე ემიგრაციაში წამოსვლამდე ბიბლიოთეკაში მუშაობდი სოფლის ფილიალში. გაბიმეორებ არის საჭირო? ოჯახი. შვილები ვინ დაგრჩათ საქართველოში? ოჯახი მყავს, მშვენიერი ლამაზი ოჯახი, მეუღლე და 3 შვილი. მშობლები, რომელიც რა თქმა უნდა მონატრება ეს წამოსვლის დღიდანვე იწყება მონატრება. რთულია შეგვება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. მე ამისთვის მზად ვიყავი, ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტეთ ოჯახმა ეს ნაბიჯი რომ გადამედგა. და ვიცოდი რომ წამოვედი, რა თქმა უნდა ერთად რო არ ვიქნებოდით და ვუძლებთ ისინი იქ, მე აქ. რამდენი წელია რაც აქ ხართ ლალი? 3 წელი სრულდება ამ ზაფხულს. კიდე რამდენ ხანს ფიქრობ დარჩენას? რაც შეიძლება მალე ყოველ დეკემბერს ვაპირებ წასვლას და ვნახოთ ამ დეკემბერს მოვახერხე. 2 წლით მინდოდა წამოსულიყავი, მაგრამ უკვე მე-3 წელი მიმდინარეობს. არ არის დიდი გულის გასატეხი არაფერი არ არის, ჯერ კიდევ მიუსრებთ ყველაფერს. ეხლა ეს მითხარით, აი ჩვენს მაყურებელს რო წარმოვადგენინოთ, რა შრომაა ეს, აი რასაც თქვენ აკეთებთ, რა არის აქ ძირითადი თქვენი გასაკეთებელი სამუშაო? შრომა ძირითადად ფსიქოლოგიური დატვირთვა აქ, ფიზიკურობაზე უფრო მეტად. მაგრამ ამისთვის წამოსვლამდე ვინც მოდის მზად უნდა იყოს. ან ვინც მზად არ არის ფსიქოლოგიურად, იმას უჭირს. აი კონკრეტულად რა არის ყველაზე ძნელი, მაგალითად ის რომ მუდმივად ავადმყოფი და მოხუცი ადამიანის გარემოში ხარ? ეს არის ციხეს მდგომარეობა, აი ციხე, აი ამას უწოდებ მე, ეს არის ციხეს მდგომარეობა. რომ აქ ყველაფერს მოკლებული ხარ. საქართველოში რაც 3 წელია და მხოლოდ 2 ქორწილი იყო. ჩვენთან მოხდა და აი 2 ქორწილის გარდა იმდენი ადამიანი გულდასაწყვეტი წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერც ერთთან ვერ მიუსამძიმრებ, ვერ მიგიხარ. აი ეს ძალიან რთულია.
აი ეს მინუსი ახლავს, რომ შენი ახლობელი ადამიანების ხის და ჭირს ვერ იზიარებ. ძალიან. ეხა ვინაიდან ცრემლი წამოგვივიდა, მოდი ცოტა გადმოუხვიოთ თემას და ჩვენს მაყურებელს რომ სულ ცრემლები არის და ისეთი რამე კურიოზი ხო არ გახსენდება, რაც სასაცილოა, თან აი კეთილი ის არის ამ მოხუცებ. კურიოზი მე ზოგადად შეიძლება მინუსი იყოს ჩემთვის, მაგრამ სერიოზულად ვუდგები ყველაფერს, ასე ვიყავი ბავშვობიდან საქმეს და დიდად კურიოზული რამე არ შემხედრია, ისე რომ მე რო ჩავთვალო კურიოზად. ალბათ იქნებიან წლების განმავლობაში აქ კურიოზის გადახდენიათ, მაგრამ მე არ მახსენდება ასეთი რამე. ორია სამსახური გამოვიცვალე, ერთი გამოვიცვალე და მეორეში ვიმყოფები ახლა, მეორე სამსახურში, მაგრამ ორივეგან ნორმალურად შევეგვე პრობლემა არ მქონია არც ერთთან. კი ბატონო, ძალიან კარგია. ამით ვარ კმაყოფილი. იმიტომ რომ თქვენს მოვალეობას ასრულებთ ზუსტად. მოვალეობას ვასრულებ და არ მაქვს შეუგებლობის მომენტი არ მაქვს. ძალიან კარგი. აი ყველაზე ძნელი სევდასა და სიცილს შორის გავიაროთ ეს აი როგორც ნოდარ დუმბაძეს ჩვეოდა თან აგატირებდა და თან გაგაცინებდა. აი ყველაზე ესეთი მომენტი რაც ემიგრანტობაში არის დამახასიათებელი, აი ყველაზე უფრო რას გამოყოფთი? ანუ სირთულეს უფრო კი, აი ეს რომ არ იყოს ავიტანდი ყველაფერს რო იტყვი ისეთი. მუშაობიდან გამომდინარე თუ დატოვებულია ოჯახის დატოვებიდან გამომდინარე? აი ნიშნულობა არ აქვს, აი მაყურებელს რო გავაგებინოთ, რომ აი ყველაზე ძნელი და სირთულე. რთულია აი შვილები რო ყავს დედას დატოვებული, დედა ეს ძალიან რთულია. არც ერთ დედას არ მოვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ იმ შვილებისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. მაგრამ მაინც არ მოვუსურვებ. ძალიან რთულია რომ ის იზრდება შენი თვალების მიღმა. ის წუთები, ის წლები, რომელიც მნიშვნელოვანია და გვერდით რომ უნდა ყავდე, აი იმ დროს არ ხარ მათთან. გასაგებია. საქართველოდან კიდევ დიდხანს იქნება ემიგრაციაში წამსვლელი ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა ერთი ფორმაციიდან ქვეყანა მეორეში გადავიდა, ეს ყველამ გაიარა ასე და თქვენს მერეც იქნებიან, ვინც არ უნდა იყოს. ეს მთელ მსოფლიოშია. კი, მარტო ქართველები რო ვართ მიგრანტები, ეს ასე არ არის. ტყუილია. რა თქმა უნდა, ეს თურქეთმა ეს გზა გაიარა და სწორედ ემიგრანტებმა ააშენეს ის თურქული სახელმწიფო. თვითონ ბერძნებით ეს ისე არ მოსულა აქ განვითარება ამათაც ამერიკაში და ევროპის აქედანაც ემიგრაცია, ასე რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა ეს არავის არ შეეშინდეს ამისი დააგროვეს ფინანსები და მე განავითარეს აქ. ეს არ არის რასაც ახლა გავდივართ ჩვენს. ტრაგედია უბრალოდ დედა რომ ტოვებს შულს, აი ამას გულისხმობ. აი ახლა რომ ფიქრობს აქ წამოსვლას იმას რაც ეთყოდით ჩვენს თანამემამულეს. ვეტყოდი, შეიძლება თქვას მე, ანუ თქვენ თუ წახვედი ჩვენ ვერ გადავიტანთო, მაგრამ მე ვურჩევდი რომ დედა რო არ წამოვიდეს აქ და შვილები არ დატოვოს. რომ ის გზა არ გაიაროს, რასაც თქვენ გადიხართ. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის გამოუვალი მდგომარეობა, მაშინ სხვა გზა არ არის და ისევ და ისევ შვილების და ოჯახის გულისთვის. რა თქმა უნდა, მათი კეთილდღეობისთვის ისევ გადადგამს, ისევ და ისევ ამ ნაბიჯს. მორჩება ემიგრაცია, მე ჩემი საკუთარი ბიძაშვილი გადავიღე, მან სახლი აიშენა, ყველაფერი. აი მე რას აპირებთ? აი თქვენც მე დარწმუნებული ვარ, რაღაცას აკეთებ და აი მიზანს როგორც კი მიაღწევთ, თქვენ აქედან წახვალ. აი მე რას აპირებთ? დაბრუნდები აუცილებლად რაც შეიძლება, მალე მინდა რომ დავბრუნდე. ისევ ჩემს ბიბლიოთეკას მინდა რომ დავუბრუნდე ერთ-ერთი და მე ჩემს შვილების გვერდით გზას დავაყენებ, მალე ჩაირიცხებიან 1-2 წელიწადში. სწავლას გააგრძელებენ და ვცდილობ რომ დავეხმარო. მათ გვერდით ვიქნები, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ვის გინდათ მოკითხვა გადასცეთ ეხა საქართველოში ამ წუთას? მოკითხვა პირველ რიგში ჩემს ოჯახს, შვილებს, მეუღლე მშობლებს, დედმამას, ძმებს და ყველა კეთილ ადამიანებს, ვისაც უყვარვარ, ვახსოვარ, ვინც მომიკითხავს და ყველა მეზობლებს, ახლობლებს, ყველა ძალიან მენატრება, ყველა. ერთი შეკითხვას დავსვა, ვინაიდან სამივე ხიბულიდან ვარ.
ხიბულა რა პერიოდულობით დომინირებს თქვენს გონებაში, რომ აი ბავშვობა ბავშვობა, რა თქმა უნდა, ისედაც შორს არ ვარ ხიბულიდან ნარაზინში ცხოვრობ, გათხოვილი ნარაზინში ვარ. როგორც ჩემი ნარაზენის მეზობლები, ხიბულის მეზობლები ერთნაირად მენატრება ყველა. მე პირობას გაძლევ, რომ 9 და 10 აგვისტოს ვიქნები ხიბულაში. პირადად ვესტუმრები დედაშენს და მამაშენს და საჯაროდ მოუხდი მათ მადლობას შენისთანა კარგი შვილის გარსდისთვის. და რამე თუ დარჩა ლალი ისეთი, რომ მე შეკითხვა ვერ დაგისვი და შენ გინდოდა გეთქვა. შენ შეგიძლია ახლა თავისუფლად რაც გინდა, აი იმპროვიზაცია სრული რაც გინდა თქვი. ვიცი ისეთი რომ ვისურვებდი მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან, აი ეს ყველგან მშვიდობა ყოფილიყოს და არ ყოფილიყოს ის დრო მარტო ქართველებს კი არა, არც ყველა ქვეყნის მოქალაქე თავის ქვეყანაში რო ხდებოდეს იყოს რეალიზებული და არ უწევდეს ემიგრაციაში მუდამ ყოფნა. ტურისტულად, რა თქმა უნდა, კი, დასვენება კარგია, მაგრამ სამუშაოდ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს რო არ ქონდეს წასასვლელი სხვაგან, აი ეს იქნება კარგი, ამას ვისურვებდი. ზარისხმა გაისმა, ჩვენ მართლმადიდებულ ქვეყანაში ვიმყოფებით. უღრმესი მადლობა ლალის და პატარა სარეკლამო ჭრა გავაკეთოთ. ჩემი ტურის ორგანიზატორი გახლავთ ტურისტული კომპანია Coraline Travel-ი. ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს. კარგად არის? ლალი, მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლე მშვენიერია? რა თქმა უნდა, იმედით ვცხოვრობ და იმ სიხარულით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. სხვა გიყვარს ლალი? არ მიყვარს, არ მიყვარს. გემები? არ მიყვარს, ახლა ნახვით კარგია სილამაზეა, როგორც ასეთი უფრო მთიანი ადგილები და ბუნება უფრო მიზიდავს ვიდრე ზღვა. ანუ მთა უფრო გიყვარს ვიდრე ზღვა. ასე რომ ზღვით არ სარგებლო. არა. კიდევ რა არის ამ ქალაქში მშვენიერი? თაც არის, ხო? ტურისტული ქალაქია. მთიანი ადგილებია. გადაშერის ქართული სახელები და აი ომალო ხო არის ჩვენი სცენას. კი ბატონო. ომალო ახაც არის ერთ-ერთი აჰა. ადგილი. ომალო კასტელიც არის ერთ-ერთი ადგილი, კასტელიცია. აჰა. აი ვინ სამოგზაუროდ მოდის იმას რას ეტყვი ლალი? ის სამყარო უყვარს, ზევიცია თუნდა დასვენი, რომ ნამდვილად ზღვა და ქვიშა არის, ლამაზი, სამithari დაინტერესებული. და ვისაც მოგზაურობა ენდომება, რომელ ტურისტულ კომპანიას უნდა მიმართოს? Coraline Travels? ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს. ისინი თქვენ ამ ტურს მოგარგებენ ისე, რომ ყველა ნიუანსს გაითვალისწინებენ. ლალი აქ ცხოვრობს 3 წელია და იცის საკაური ყველაფერი, მართლაც ბევრი რამეა სანახავი. უბრალოდ დაისვენებთ ზღვაზე, მთაზე, ჩემო ბატონო, ნახავთ როგორი წარმოება ზეითუნის ზეთი და შემოგთავაზებენ ასევე ფორთოხლის საკუთარი ხელით დაკრეფას და მის დაგემოვნებას. ჩვენ ახლა ვზივართ ბერძნულ რესტორანში და ლალი არის ჩვენი მასპინძელი. ლალი და კიდევ ვინ არის ლალი ჩვენთან? გავხსნათ ინტრიგა. ჩვენთან ფიზიკურად არის ჩვენი მონიკა, მაგრამ ფიზიკურად არ არიან, მაგრამ ჩვენთან რომ იყო ისე ვიგულისხმოთ ჩვენი ხიბულელები, ნანი, ია და მაია. კი ბატონო. ვერ მოვიდნენ, თორემ სული და გულით უნდათ მოსვლა, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე არ არის, ყველას არ გვაქვს ერთნაირი ვითარება და საპატიებელიც არაფერი არ ჭირთ მათ, ჩვენთან არიან. ერთად ვარ ჩვენ ხიბულელები, ყველა ერთად ვართ, ესე იგულისხმეთ. კი ბატონო. მაია, ნანი, ია, მონიკა და მე ლალი. მანიკა ხო ახლა ხო ზის მონიკა სოფრაზე. მონიკა ჩვენთან არის. მაგრამ ჩვენ მას ვერ გადავიღებთ, იმიტომ რომ მე მის ციალა ბებოს მივეცი სიტყვა რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავიღებ. ისე აქ არის. ეხლა მე მომიყევით აი ამ ზეთისა და პურის შესახებ ადგილობრივი ტრადიცია. ეს ტრადიცია ზეთი ამათი არის
ზეითუნიზე საკულტო ანუ პირველი ეს უნდა ჭამოს სუფრაზე. ამას მოგიტანო პირველად რო დაждები პური ადგილობრივი პური და ზეთი. შეიძლება სხვა ეროვნებისთვის უცხო იყოს, მაგრამ ბერძენი ადამიანი ამას პირველად იღებს ჩვეულებრივ საწებელასავით ზეთს, ან მოასხამს პურზე ზეთს, ან იქით საწებელასავით გამოიყენებს პურს და ზეთს და ისე მიუქმნის. კი ბატონო. პირველი რაც მოვიდა ეს არის სალათი. აი ეს სალათი. ეხა ლალი გითხარი, ისე მონიკა შეგვიძლია მოგვიყი, ხმა არ ჩაწერო, არ უთქვია, ჩემთვის სახე არაჩვენოო მითხეს. რა არის ეს? მომიყევით ორივე. ეს არის ბერძნული სალატა კრიტიკო, ანუ კრიტზე ვიმყოფებით, კუნძულ კრიტზე და კრიტიკო, სალატა კრიტიკო. ანუ სპეციალური სალათი კრეტიდან. ჩემო ბატონო, შემადგენლობა ვიცით რა არის ბავშვებო? ჩვეულებრივი ტომა, პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი აუცილებლად, აქ არის დამატებული მაქსიმაქს ეძახიან აქ, მაგრამ ჩვენთვის უცხოა, ორცხოვილასავით არის, სუხარი, გასაგებენაზე რო ვთქვა და ხაჭოზე, ანუ მიზიტრა. ის რაც თეთრია არის ხაჭო. კი, ხაჭოა. აუცილებლად გავსინჯავთ და გემრიელია, ხო? კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის. კი ბატონო. ყველა კერს გიჩვენებთ, როგორც კი მოიტანენ იმის და მიხედვით. გრძელდება ტრაპეზი. ეხლა ლალი ჩვენ გაგვიმარტავს ყველაფერს, აქ რა არის. ეს რა არის ბავშვებო? აი ეს. შემწვარი ყველი. შემწვარი ყველი. გრავიანა შემწვარი. ეხლა აი ეს რა არის? შებურეკებს რო გავს. არის აქ ჩვენთან ხაჭაპური ხორი პატივსაცემი. აბარი ხალხი ზარდება მცენარეულისგანაც ზარდება ხაჭოსგან. შემდეგ აი ის ფაფას რო გავს ესენი რა არის? ეს ერთი არის ძაძიკი, რომელიც იოგურტისგან მზადდება. აი ესა. ხო, პირველი არის. პირველი იოგურტის, ბერძნული იოგურტისგან მზადდება და ნიორი და კიტრია დამატებული. შემდეგი საკა. ეს მზადდება ხის რძისგან, სხურისა და ხის რძისგან, კალათისგან და ქვიმისგან. და ბოლოში ეს არის სხურის, ანუ ღუმელში გამომსხარი, ღუმელში შემწვარი ხორცი, სხურის ხორცი, კარტოფილთან ერთად. მეგობრებო, მეგრულად რო ვთქვა, ოთოფურეს ვორეგი ნონთხაფი. აი ასეთი ნოტაზე თავდება ჩვენი შეხვედრა, ჩვენი ფილმი. იყოს ცრემლიც, იყოს სევდაც და ქართველი რისი ქართველია, თუ ყველაფერი აი ამით არ დასრულდა. უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის. მონიკა ქარცხიას და ლალი ქავთარაძეს უსურვოთ წარმატებები. თბილისში რო ჩამოხვალთ, ვეცდები ღირსეული მასპინძლობა მეც გაგიწიოთ. უღრმესი მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ესეც ასე დღევანდელი დღე დასრულდა. ჩვენ ახლა დავემშვიდობებით ჩვენს ვიდეოს გმირს ლალის. ლალი, რას გვეტყვით ამ მშვიდობებისას? ძალიან გაგვიხარდა თქვენი სტუმრობა. მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ და კარგად იყავით. მე მადლობა ყველაფერთვის, რომ შეცდით და გვინახულეთ ხიბლელები. გაიხარეთ. ქავთარაძე. ეს ჩვენ ვართ მადლობელი, მე ვარ მადლობელი, უღმესი მადლობა. მე ვალში ვარ, ნებისმიერი რამე რაც გინდა დამავალეთ, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ სიარული შემილია, მე თქვენთვის გავაკეთებ ყველაფერს. აბა კარგად.
კარგად, გზანდებოდეთ. კარგად. ლალი, სად მიდიხართ? შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის, შეხვედრამდე. კარგად.